მოგესალმებით, ეს Tech Informია, გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. ბოლო წლებში გლობალურ კრიპტოინდუსტრიაში გამოიკვეთა ერთი ძალიან საინტერესო ტენდენცია, რომელიც უკავშირდება სტეიბლკოინებს, ანუ სტაბილურ კრიპტოვალუტებს, რომელთა ფასი ძირითადად არის დაახლოებით ერთი და იგივე ნიშნულზე, მაგრამ საერთო ჯამში ცხადია კრიპტოვალუტა და კრიპტობირჟები მიყვება ზრდის დინამიკას, ეგერ ბიტკოინმა ცოტა ხნის წინ დააფიქსირა ყოველდღიურ ყველაზე მაღალი ნიშნული და ჯამში საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 3 ტრილიონ 400 მილიარდი დოლარის ფარგლებში, აქედან ბიტკოინზე მოდის უდიდესი ნაწილი, რომელიც 2 ტრილიონ 100 მილიარდ დოლარს აღემატება და ყველაფერი ეს პრინციპში ბიტკოინით არის ასე თუ ისე მაინც განპირობებული, მაგრამ ბიტკოინი არ არსებობს, თუ კი არ არსებობს სტაბილური კრიპტოვალუტები და რეალურად სტეიბლკოინები, ეგრეთ წოდებული თავის დროზე სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ ადამიანებს ბიტკოინი ეყიდათ, რადგან თავის დროზე ეს ძალიან რთული იყო, დღეს მეტნაკლებად ეს მარტივია, თუ კი უნდა ადამიანს რომ შეიძინოს კრიპტოვალუტა. მეტნაკლებად შეუძლია რომ მარტივად და სწრაფად ეს გააკეთოს, მაგრამ თავის დროზე ამის გზები ფაქტობრივად არ არსებობდა და სწორედ ამისთვის შექმნეს სტეიბლკოინები, რომელთა ფასი არის მუდმივად სტაბილური, რჩება ერთ ნიშნულზე და შესაბამისად ადამიანს და ინვესტორს აძლევს გადაანგარიშების საშუალებას. კი, ეს სტაბილურობა არის მთელი არსი, რომელზედაც დგას სტეიბლკოინი თავისი სახელიდან გამომდინარე და მის მთელი დანიშნულება არის რეალურად იმ აქტივის ღირებულების ზუსტად ასახვა, რომელზედაც არის მიმული თავად ეს სტეიბლკოინი. უმეტესწილად ეს არის დოლარი, რადგანაც დოლარი არის გლობალური სარეზერვო ვალუტა, რომელსაც ვაჭრობის 80%-ში იყენებენ, შესაბამისად ყველაზე მეტი სტეიბლკოინი დოლარზე არის მიმული, მაგრამ ასევე არის ევრო სტეიბლკოინები, აგრეთვე არის ჩინურ ვალუტაზე მიმული სტეიბლკოინები და აგრეთვე რუსულ ვალუტაზე მიმული სტეიბლკოინები. ამას გარდა ჩვენ უკვე ბუნებაში ვხედავთ სხვანაირი ტიპის სტეიბლკოინებს, მათ სინთეზურსაც კი უწოდებენ, რომელთა ნაწილი არის გარკვეული აქტივების კალათისგან შემდგარი, ამ კალათასი შეიძლება იყოს მაგალითად ოქრო, ვერცხლი, პლატინა, სხვა ძვირფასი ლითონები, ან მაგალითად ვალუტების ნაკრები, იგივე მაგალითად DXY ინდექსი, რაც არის ანუ ნებისმიერი საერთაშორისო ვალუტის ერთიანი ნაკრები, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი ეს მიდის იქით, რომ სტეიბლკოინი უნდა იყოს მაქსიმალურად სტაბილური, ანუ თუ ჩვენ მაგალითად შევიძენთ 100 დოლარის სტეიბლკოინის დღეს, მისი ღირებულება 5 წელიწადშიც უნდა იყოს 100 დოლარის ფარგლებში. არ შეიძლება რომ სტეიბლკოინი გაიზარდოს ან შემცირდეს, თუ კი ეს მოხდება, მაშინ ის უკვე მთელ თავის არსს დაკარგავს და ის ვეღარ იქნება გაცვლის საშუალება, ის გახდება ჩვეულებრივი საინვესტიციო მექანიზმი, როგორიც არის მაგალითად ბიტკოინი. ბიტკოინი იზრდება, რაც თავისი არსით კარგია, მაგრამ სტეიბლკოინის ზრდა ძალიან ცუდია. შესაბამისად, აქ სტაბილურობას ექცევა მთელი ყურადღება. თავად ამ სტაბილურობას განაპირობებს ის რეზერვი, რომელზედაც არის სტეიბლკოინი მიმული, უმეტესწილად ყველაზე მარტივი ეს არის პირდაპირ ფიზიკური რეზერვი, ანუ თუ გვაქვს მაგალითად 100 მილიონი დოლარის ღირებულების სტეიბლკოინი, რეზერვში უნდა გქონდეს 100 მილიონი დოლარი ქეშის სახით, ან შეგვიძლია გქონდეს კოლატერალიზებული, ანუ იყოს შესაბამისი ღირებულების უზრუნველყოფილი სხვა აქტივი, მაგალითად ამერიკული ფასიანი ქაღალდები, რასაც ყველაზე ხშირად იყენებენ, მაგალითად ტეზერის შემთხვევაში და აგრეთვე ბაზარზე არის წარმოდგენილი რამდენიმე ალგორითმული სტეიბლკოინიც, ზოგიერთმა მათგანმა კოლაფსი განიცადა ალგორითმში არსებული შეცდომის გამო, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დღემდე ფუნქციონირებს, ხოლო ალგორითმული სტეიბლკოინი თავისი არსით მოქმედებს მოთხოვნა მიწოდების ბალანსით, აქ გარკვეული რისკები არის, მაგრამ თავისი არსით არის გარკვეული ბენეფიტებიც, ამიტომაც ვხედავთ რამდენიმე ვარიანტს, ამ ვარიანტიდან ზოგიერთი არის უფრო მეტად პოპულარული, ზოგიერთი არის უფრო ნაკლებად მოთხოვნადი. გლობალურ ფინანსურ სისტემაში სტეიბლკოინებს რამდენიმე გამოყენება აქვთ, რაც ძირითადად იმ უპირატესობებით არის განპირობებული, რაც ამ ტიპის ვალუტაში შინაარსობრივად და თვისობრივად არსებობს შიგნით. პირველ რიგში სტეიბლკოინები ხშირად გამოიყენება ჩვეულებრივი გადარიცხვებისთვის, რადგან ასე გადარიცხვა გაცილებით სწრაფია, გაცილებით იაფია, არც ბანკის შუამავლობა არის საჭირო და რეალურად არც არაფერი და ამიტომაც განვითარებულ ქვეყნებში იყენებენ ძალიან ხშირად სტეიბლკოინებს გზავნილებისთვის, ეგრეთ წოდებული რემიტანსებისთვის, როცა პირობითად ადამიანი სიტყვაზე შეუძლია საქართველოდან ჩავიდეს ამერიკაში და იქ იმუშაოს და უკვე საქართველოში ფული გადმოირიცხოს სწორედ სტეიბლკოინის გზით და არა მაგალითად რაღაცა ფიატური ვალუტით, რომელსაც სჭირდება SWIFT-ის სისტემა, სჭირდება გამტარი კომპანია და ეს ყველაფერი ღირს თან ძალიან ძვირი. ეს არის ერთი გამოყენება, კიდევ იყენებენ დეცენტრალიზებულ ფინანსებში, ეს მაინც უფრო ნიშური გამოყენებაა, მაგრამ ძირითადად გულისხმობს უშუალოდ Web3 სამყაროში, ანუ კრიპტოინდუსტრიაში გამოყენებას. არსებობენ კომპანიები, რომლებიც მაგალითად ცესხებს გასცემენ კრიპტოვალუტაში
და იქ ცხადია საჭირო არის სწორედ იმ ტიპის ციფრული ვალუტით მისვლა, რასაც ისინი ითხოვენ. აგრეთვე სტეიბლკოინი გამოიყენება ფასის ჰეჯირების მექანიზმად, რაც ნიშნავს იმას, რომ პირობითად თუ კი რაღაცა კრიპტოვალუტა აქვს ადამიანის ნაყიდი პირობითად XRP ან თუნდაც Bitcoin ან ნებისმიერი სხვა და ელოდება რომ დროთა განმავლობაში ან მოკლევადიან პერიოდში ძალიან დიდი რყევა იქნება მოსალოდნელი, ის მას შეუძლია რომ გადააკონვერტიროს ეს თანხა თუნდაც USDT-ში ან ნებისმიერ სხვა სტეიბლკოინში და ის შეინახავს იმ ღირებულებას და იმ წაგებას პოტენციურ ფურცელზე ადამიანი ვერ ნახავს ამ პერიოდის განმავლობაში მოგვიანებით დააკონვერტირებს და შეუძლია რომ იგივე აქტივი Bitcoin იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა შეიძინოს ხელახლა. კი, ყველაზე ხშირად სწორედ ვაჭრობისთვის იყენებენ სტეიბლკოინებს, რადგანაც სტეიბლკოინების გარეშე კრიპტოაქტივების ვაჭრობა იქნებოდა ფაქტობრივად შეუძლებელი, ძალიან რთული რეგულაციების დაცვა მოუწევდათ კრიპტობირჟებს, რაც დოლართან და ევროსთან არის დაკავშირებული, რაც თავისი ასეთ კრიპტობირჟებს დიდად არ მოსწონთ, ამიტომაც თავის დროზე სტეიბლკოინები სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნენ და ერთ-ერთი პირველი სტეიბლკოინი, რომელიც ბაზარზე გამოჩნდა და რომელიც დღემდე არის მთავარი დომინანტი მოთამაშე, ეს არის Tetheris მიერ გამოშვებული USDT. მასზე მოდის ბაზრის უდიდესი ნაწილი და კაპიტალიზაცია ამ პროექტისა ამჟამად არის დაახლოებით 155 მილიარდი დოლარი. მეორე ადგილზე თავისი ზომით არის USDC, რომელიც არის Circle-ის მიერ გამოშვებული სტეიბლკოინი, სხვადასხვა საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანია, ამერიკულ ბირჟაზე, ანუ ის რეგულირებულია და მისი კაპიტალიზაცია არის 61 მილიარდი დოლარი. განსხვავებით Tetherisგან, რომლის აქციები შეძენა ეს ბირჟაზე არის შეუძლებელი, Circle-ში ინვესტირება ინვესტორებს ძალიან მარტივად შეუძლიათ საბროკერო პლატფორმების დახმარებით. ასევე სხვა სტეიბლკოინებსაც შეხვდებით ბაზარზე, ერთ დროს Binance-საც კი ჰქონდა თავისი, მაგრამ შემდეგ ის უკვე ბაზრიდან გავიდა, რადგანაც USDT უფრო მეტად მოთხოვნადად იქცა. ამას გარდა აქ არიან USDE, აგრეთვე DIA და აგრეთვე ბოლო დროს გამოჩნდა ახალი მოთამაშე ბაზარზე USD1, რომელიც არის World Liberty Financial-ის მიერ გამოშვებული, ასე ვთქვათ, პროექტი და თავად ამ პროექტის მიღმა დგას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც მიზნად აქვს, რომ მეხუთე ადგილიდან გადაინაცვლოს top 30-ში და დაიკავოს ბაზრის ძალიან დიდი ნაწილი, რაც ამ კომპანიას საკმაოდ დიდი შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს, რადგანაც თუ დააკვირდებით Circle და Tethers, ისინი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს წმინდა მოგებას იღებენ, ძალიან მარტივი ბიზნეს მოდელით, სადაც ძალიან მარტივი არის პროგნოზების გაკეთება და შემოსავლების გაზრდა, რადგანაც როგორც წესი კრიპტოინდუსტრიის განვითარებასთან ერთად ასეთი ტიპის ემიტენტი კომპანიების შემოსავლებიც პირდაპირ პროპორციულად იზრდება. თანამედროვე ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული რესურსი, რომელიც შეიძლება სახელმწიფოს ჰქონდეს, ეს არის ეგრეთ წოდებული კომპიუტი, ანუ გამოთვლითი სიმძლავრე. გამოთვლითი სიმძლავრე ცხადია არის გამყარებული შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც ძირითადად მოიცავს საკმაოდ კომპლექსური კომპიუტერული მოწყობილობების ქსელს, რომელსაც შეხვდებით სპეციალურ, ასე ვთქვათ, შენობაში, რომელსაც უწოდებენ მონაცემთა ცენტრს ან data centers. ეს არის შენობა, სადაც არის ათასობით და 10,000-ობით კომპიუტერი, რომელთა დანიშნულება არის სპეციფიკური დავალებების შესრულება. ზოგიერთი მათგანი cloud ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაზე არის გადართული, ზოგიერთი ხელოვნური ინტელექტს ამუშავებს და ზოგიერთი მაგალითად კრიპტოაქტივების მაინინგში არის ჩართული. თავად data ცენტრების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით დრამატულად იზრდება, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც კი ვითარდება რამდენიმე მსხვილი data ცენტრი და ერთ-ერთს ახლა უკვე ვიცით, რომ სომხეთში ააშენებს Nvidia კოლოსალური ინვესტიციის წყალობით, ხოლო უდიდესი ნაწილი ამ data ცენტრებისა მაინც არის კონცენტრირებული ერთ სახელმწიფოში, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატები და მას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი და ახსნა. როგორც წესი, data ცენტრებს იყენებენ პლანეტის უმსხვილესი tech კომპანიები, მათი აბსოლუტური უმეტესობა კი არის ამერიკული წარმოშობის, შესაბამისად ძალიან ლოგიკურია, რომ Amazon-ს, Microsoft-ს, Meta-ს, Nvidia-ს, Google-ს და Oracle-ს data ცენტრები იქ ჰქონდეთ, სადაც თვითონ არიან ბაზირებულნი ეს მათთვის საწარმოო პროცესებს მნიშვნელოვნად ამარტივებს. საერთოდ ჯამში გლობალური წილი ბაზრისა ამერიკას ეკუთვნის დაახლოებით 45%, ანუ პლანეტაზე მიმდინარე გამოთვლების თითქმის ნახევარს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს, რაც რა თქმა უნდა ამ ქვეყნისათვის წარმოადგენს უდიდეს შემოსავალს. ცხადია, ამ ყველაფერთან ერთად ძალიან ბევრი ენერგიაც არის საჭირო, მაგრამ საერთოდ ჯამში ამერიკა ამითი ძალიან დიდ და მნიშვნელოვან სტრატეგიულ რესურსს აკონტროლებს. ამერიკის შემდეგ მეორე ადგილს მონაცემთა ცენტრების რაოდენობით იკავებს გერმანია, სადაც 520 დატა ცენტრი არის ფუნქციონირებადი. მათი დიდი ნაწილი სხვა შორის კონცენტრირებულია ერთ ქალაქში, რომლის სახელწოდებაა ფრანკფურტი, რადგან ფრანკფურტი არის ევროპის და ცხადია გერმანიის ტექნოლოგიური ცენტრი. ძალიან ბევრ კომპანიას აქვს საკუთარი სერვერი განლაგებული, რაც დიდწილად გეოგრაფიული მდებარეობით არის განპირობებული, მაგრამ თან აუცილებელი ფაქტორია თავად გერმანიის მაღალი სტანდარტები, მდგრადი განვითარება და გერმანიაში ბევრი ტექნოლოგიური კომპანია არის დაფუძნებული ერთ
ერთ-ერთი მათგანი არის SAP-ი, რომელიც არის მიმწოდებელი ზოგადად ძალიან ბევრი რამის, მათ შორის ERP სისტემების და კორპორაციული გადაწყვეტების და ცხადია SAP-იც ძალიან ბევრ ამ data center-ს იყენებს და ესეც თავისი ფაქტორი არის სწორედ იმაში, რომ გერმანია იკავებს მეორე ადგილს. მესამე ადგილზე შევხვდებით გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც ევროპაში ასრულებდა წლების განმავლობაში მონაცემთა ცენტრების ჰაბის ფუნქციას და თან ამასთან გასათვალისწინებელია ის, რომ გაერთიანებულ სამეფოში არაერთი ტექნოლოგიური კომპანია და სტარტაპი არის დაფუძნებული, რომელთაც ეს მონაცემთა ცენტრები რეალურად თავიანთი ოპერირებისათვის სჭირდება და საერთოდ ჯამში ამ ქვეყანაში შევხვდებით 515 მონაცემთა ცენტრს და მათი უპირატესობა ძირითადად არ არის ფასი, არამედ ეს არის მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტები, რადგანაც მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს ყველაზე მეტად აინტერესებს ის, თუ რამდენად დაცული არის მათი მონაცემები, რადგანაც მაგალითად თუ კი მეტას მონაცემები ინტერნეტში გავრცელდება, ამით მეტა შეიძლება კოლოსალური ფინანსური და რეპუტაციული ზიანის წინაშე აღმოჩნდეს, ამიტომაც მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მომხმარებლის მონაცემი იყოს უმაღლესი სტანდარტებით დაცული, ამას უზრუნველყოფს სწორედ გაერთიანებული სამეფო. ეს არის მისი კონკურენტული უპირატესობა და რატომაც ურჩევნია ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომ ევროპაში ოპერირებისას თამამეტი მონაცემები შეინახონ სწორედ იქ. მეოთხე ადგილს იკავებს ჩინეთი, მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა, სადაც 450 data center არის განლაგებული, მაგრამ ჩინეთის ბაზარი არის შედარებით კიდე საკმაოდ დახურული საერთაშორისო კომპანიებისთვის, შესაბამისად ამ 450 data centers უმეტესად სწორედ ჩინური კორპორაციები, გიგანტები იყენებენ, რომლებიც ამ ქვეყანაში ძალიან უხვად არიან, მათ შორის Alibaba, Tencent, Huawei, Xiaomi, თითოეულ ამ კომპანიას საკუთარი cloud კომპანიაც აქვს და ცხადია ძალიან ბევრი online მაღაზიაც არის ჩინეთში და ძალიან ბევრი სხვა ტიპის კომპანია, მათ შორის თვითმართვად ელექტრომობილებზე მომუშავე კომპანიები, რომელთაც ცხადია ცალკე ხელოვნური ინტელექტის დასასწავლად სჭირდებათ data centrები და მსგავსი რაღაცები. ჩინეთის data centrები უმეტესად დახურულია უცხოელებისთვის, მაგრამ თავად ჩინური კომპანიები დიდწილად ვალდებულებიც კი არიან, რომ თუ კი აქვთ რაღაცა მონაცემები და ამუშავონ ისინი სწორედ იმ ქვეყანაში, სადაც ამას აკეთებენ. ევროპაში ამას GDPR-ი აკონტროლებს ასეთი რეგულაცია, ხოლო ამერიკაში დიდწილად სწორედ მაღაზია არის დავა, რომელიც უჯერჯერობით არ არის დასრულებული ამერიკის მთავრობას და ჩინეთს შორის, რადგან ამერიკა ჩინეთს აბრალებს იმას, რომ ამერიკელთა შესახებ მონაცემები გადის ჩინეთში და იქ კაცშულმა არ იცის, როგორ მუშაობდება ისინი, რაც გარკვეულწილად შეიძლება სიმართლეც იყოს, რადგან ჩინეთი არის ძალიან პოლიტიზირებული ქვეყანა და ცხადია იქ ნებისმიერი დიდი კომპანია ასე თუ ისე გარკვეულწილად დაკავშირებულია მთავრობასთან. კი და განსაკუთრებით სადავო აქ არის TikTok-ის საკითხი, რომელიც მომხმარებლების მონაცემებს აგროვებს კოლოსალური მასშტაბებით, შემდეგ აგზავნის ჩინეთში და ამ მონაცემებს ბოლოს რას უკეთებენ, ეს უბრალოდ არის უცნობი. ასევე მონაცემებთა ცენტრები ძალიან დიდი რაოდენობით არის კანადაში, 335 მონაცემთა ცენტრია, მას ძირითადად ამერიკული კომპანიები იყენებენ და კანადას აქვს ორი ძირითადი უპირატესობა. პირველ რიგში, რომ ის არის ენერგორესურსები ძალიან მდიდარი ქვეყანა, ანუ ელექტროენერგია აქვს, შესაბამისად გაცილებით უფრო იაფად ვიდრე ამერიკაში და მეორე ეს არის ტემპერატურა. Data ცენტრების ოპერირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია დაბალი ტემპერატურა, რადგან გაგრილების ხარჯები არ იყოს მაღალი, ეს კი კანადას ნამდვილად აქვს და სწორედ ამ უპირატესობების გათვალისწინებით ეს სახელმწიფოები აკონტროლებენ ყველაზე დიდ კომპიუტერულ სიმძლავრეებს პლანეტაზე. მიმდინარე კვირის ბოლოს, ანუ 20, 21 და 22 ივნისს თბილისში მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Global Tech Weekend თბილისი გაიმართება, რომლისთვისაც ჩვენს ქვეყანაში არაერთი გლობალური კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვა. მაშ ვის უნდა ველოდოთ Global Tech Weekend-ზე თბილისში და რა თემებს დაეთმობა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. ამ და სხვა თემებს დღევანდელ Tech Inform-ში Global Tech Weekend თბილისის უფროს პროექტების მენეჯერთან ნინი ჯიშიაშვილთან მიმოვიხილავთ. ნინი, გამარჯობა, დიდი მადლობა შენი დროისთვის. მადლობა. მოკლედ, ბოლო წლებში თბილისი განსაკუთრებით, მაგრამ ზოგადად საქართველო განებივრებულია ტექნოლოგიური ღონისძიებებით, არაერთი იმართება, პრინციპში შევეჩვიეთ, მაგრამ Global Tech Weekend თბილისი განსხვავებულია თავისი ფორმატით, თავისი მასშტაბით, რადგან როგორც ვიცით, არ იმართება ერთ დღეს და კონკრეტულ ლოკაციაზე, არამედ გაშლილია გეოგრაფიულად ლამის მთელ თბილისში და თემატურადაც მათ შორის. მოდი დავიწყოთ საუბარი სწორედ ამით, თუ რა გამოარჩევს Global Tech Weekend თბილისის სხვა მსგავსი ან არამსგავსი ტექნოლოგიური კონფერენციებისგან. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია, რომ სულ რამდენიმე დღე რჩება წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიების ჩატარებამდე. სწორად აღნიშნე, საკმაოდ განსხვავებული ღონისძიებაა, განსხვავდება როგორც მისი მასშტაბით, ისე ფორმატით Global Tech Weekend-ი. ჩამოყავს დაახლოებით 15-მდე განსხვავებული ქვეყნიდან საერთაშორისო სპიკერები, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ ყოფილან აქამდე. თანამშრომლობთ 100-ზე მეტ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიასთან ამ ღონისძიების ფარგლებში და რაც შეეხება ფორმატს,
ნამდვილად განსხვავებულია. 3 დღის განმავლობაში დეცენტრალიზებული ფორმატით ჩატარდება Global Tech Weekend 20, 21 და 22 ივნის, რომლის ფარგლებშიც ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე 40-მდე საიდღონისძიება ტარდება ჩვენი community პარტნიორების მიერ და უმასპინძლებს როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო სტუმრებს. მოდით დღეების მიხედვით ავხსნათ რა ელოდებათ მაყურებლებს და რა ძირითადი ღონისძიებები იქნება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორიამ იცოდეს, რომელ დღეს სად რა ღონისძიება ტარდება, ამიტომ ვეცდები, რომ მაქსიმალურად მოკლედ შევძლო ამ ყველაფრის დეტალურად ჩაშლა. პირველი დღე 20 ივნისი დათმობილი იქნება ჩვენი community პარტნიორებისთვის, რომლებიც აორგანიზებენ საკმაოდ საინტერესო საიდღონისძიებებს. ეს თემები შეეხება fintechs, ხელოვნურ ინტელექტს, მედიას, მარკეტინგს და ზოგადად ტექნოლოგიურ კულტურას. ამ ღონისძიებებზე სრული ჩამონათვალი და დეტალური ინფორმაცია აუცილებელია, რომ სტუმრებმა აიხილონ ჩვენს საიტზე GTV.TG, სადაც დახვდებათ Lumas page-ი, საკმაოდ საინტერესო და მარტივი ფორმატით. თქვენი მთავარი დავალება იქნება, რომ აირჩიოთ თემა, რომელიც გაინტერესებთ, გაეცნოთ მის ორგანიზატორებს, რა იქნება ღონისძიებაზე, სად ჩატარდება, დარეგისტრირდეთ ამ ღონისძიებაზე და მიხვდეთ კონკრეტული ორგანიზატორის მოთხოვნებს, იმიტომ რომ ყველაფერი დეცენტრალიზებულად ხდება, ინდივიდუალურად აორგანიზებენ, შესაბამისად ყველას თავისი მოთხოვნები აქვს. ასევე ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ დამსწრემ 20 ივნის შეძლოს არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე კონფერენციაზე და ღონისძიებაზე დასწრება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს Lumas page-ზე ჩვენი კალენდარი და რუკა. შეგიძლიათ რომ რუკის მიხედვითაც აირჩიოთ ღონისძიებები ერთმანეთთან ახლოს რაც იქნება და დარეგისტრირდეთ რამდენიმეზე, ერთიდან მეორეზე გადახვიდეთ, მეორედან მესამეზე და მაქსიმუმი წაიღოთ Global Tech Weekend-ის პირველი დღიდან, რომელიც დასრულდება სტამბაში Forbes-ის დახურული ღონისძიებით. რაც შეეხება მეორე დღეს, მეორე დღე იქნება უფრო მასშტაბური, უფრო ერთობლივი, შეიძლება ითქვას, ერთ ლოკაციაზე, Radio City-ში, სადაც გაერთიანდება დაახლოებით 3000-მდე დამსწრე. როგორც ვახსენე, ჩვენი 100 მეტი სპიკერი, კომპანიაც ჩართული, აქ დაგხვდებათ 3 დიდი stage-ი სხვადასხვა თემატიკებით, ჩვენი სპიკერებით, ასევე დიდი საგამოფენო სივრცე, გვაქვს ასევე startup pitching-ი, startup-ებისთვის და competition-ი იქნება და გამარჯვებულიც გამოვლინდება, საკმაოდ დიდი დღესასწაული იქნება მოკლედ ამ დღეს და გელოდებით აუცილებლად და ეს დღე დასრულდება King David-ში, ოფიციალური after party-თ Tribe-ში. რაც შეეხება მესამე დღეს, ბოლო დღე უკვე დაეთმობა ისევ საიდღონისძიებებს, ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია გვექნება ამისთვის Tbilisi Hills-ი და აქ ჩატარდება საკმაოდ საინტერესო ტურიზმის საიდღონისძიება, რომელზე დასასწრებადაც აუცილებელია როგორც ვახსენე ჩვენ საიტიდან გადასვლა Lumas page-ზე და დარეგისტრირება და აქვე იქნება Global Tech Weekend-ის დიდი გრანდიოზული closing-ი, after party და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა კულმინაციას მიუახლოვდება, არ სრულდება Global Tech Weekend-ი აქ, ეს არის მოძრაობა, რომელიც სათავეს აიღებს საქართველოს და შემდეგ უკვე გავა მსოფლიო ბაზარზე. ჩვენი სანამ განვითარების გეგმებზე კითხავ, ცოტა ხნით შევჩერდეთ თემატიკაზე, AI ახსენე, ფინტეკი, გეიმინგი, ვებ3, აგრიტექი, კიბერსპორტი, ეს რამდენიმეა იმ ძირითად მიმართულებებს შორის, რომელსაც წლევანდელ ღონისძიებაზე შევხვდებით. მინდა კითხო თუ რატომ შეარჩიეთ ეს თემები და რატომ მიგაჩნიათ, რომ მაინც და მაინც ეს ჩემი ერთ ჩამოთვლილი თემები არის დღეს აქტუალური საქართველოში. Global Tech Weekend-ის მიერ შერჩეული თემები აქტუალურია, რადგან ზოგადად ამ სფეროებზე დგას დღევანდელი მსოფლიო ტექნოლოგიებზე და მის სფეროების განვითარებაზე და სწორედ ეს თემები, ფინტექი, ხელოვნური ინტელექტი, აგრიტექი, მარკეტინგი მოიცავს ამ სფეროებს და თუ თქვენს გაინტერესებთ რა ხდება აქ, თუ გინდათ რომ ფეხი აუწყოთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, გელოდებით Global Tech Weekend-ზე, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ თემებზე და სფეროებზე ყურადღების გამახვილება დღეს, რადგან ხვალიდელ მომავალს სწორედ ეს სფეროები ქმნიან. აქვე სპიკერებზეც უნდა ვთქვათ ორივე სიტყვა. ვის ნახავენ მაყურებლები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვინაიდან დეცენტრალიზებული არის თავისი არსით ეს ღონისძიება, სავარაუდოდ ბევრი სპიკერიც იქნება, დაახლოებით ვის უნდა ველოდოთ ჰედლაინერებად. კი, საკმაოდ საინტერესო კითხვაა, ძალიან მიყვარს ამაზე პასუხის გაცემა, რადგან ჩვენი სპიკერები წარმოადგენენ ისეთ კომპანიებს, როგორებიც არის Netflix-ი, Roblox-ი, Marvel-ი, Disney. ამ ყველა სპიკერს იხილავთ შაბათ დღეს Radio City-ში, რა თქმა უნდა, ასევე საიდღონისძიებებზეც იხილავთ სპიკერებს კონკრეტულ ინდივიდუალურ ორგანიზატორებთან და ვინც შემიძლია გამოვარჩიო, ეს იქნება მაგალითად Ruben Veiga, რომელიც წარმოადგენს Roblox, ასევე Jessica Tamsi, რომელიც არის Atari-ის საბჭოს წევრის წარმომადგენელი და ამ გეიმინგ ინდუსტრიის ლიდერი ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ასევე გვეყოლება Odra Shalali, IBAN-ის საბჭოს წევრი და
ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი როლი და წვლილი აქვს შეტანილი ქალების როლის გაძლიერებაში ტექნოლოგიურ სამყაროში. ასევე გვეყურება კრისტოფერ შონი, ჰოლივუდის მსახიობი, რომელსაც იხილავთ Netflix-ში, DC-ში, Star Wars-ში, რომელიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით ემზადება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მზად არის უკვე ხაჭაპურს დააგემოვნოს ჩვენს ანონსით ნახავდით მის ემოციებს. და ხო, ჩვენი ეს სიაც ხას უსვამს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე არ იყვნენ სპიკერები არჩეული, რადგან ამას გვინდა ხაზი გაესვას, რომ ტექნოლოგიები არის მრავალფეროვანი, აერთიანებს სხვადასხვა და საინტერესო ადამიანებს და სფეროებს და ძალიან გვიხარია, რომ ამის მასპინძლები სწორედ ჩვენ ვიქნებით საქართველოში 2021-22 ივნისს. ნინი, ვინ არიან სამიზნე აუდიტორია, ანუ ყველაზე სასარგებლო ვისთვის იქნება დასწრება ამ კონფერენციაზე, რა ტიპის ადამიანები? ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები და მის გარშემო არსებული სფეროები. ეს რაღაც ჩარჩოებს არ ქმნის, ღონისძიებაზე შევხვდებით როგორც ვისი ფონდების წარმომადგენლებს, ისე ინვესტორებს, სტარტაპებს, სტუდენტებს, მსახიობებს, რადგან ტექნოლოგიები არის დღესდღეობით ყველაფერში და თუ თქვენს გაინტერესებთ ეს სფერო, გინდათ გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, ექსპერტები, მოусმინოთ მათ რჩევებს და networking-ისთვის კარგი ადგილი შეარჩიოთ, სწორედ Global Tech Weekend არის ამისთვის. გელოდებით 21-ში Radio City-ში, რომლის ბილეთებიც TKG-ზე იყიდება და 20-22 ივნისს საით ღონისძიებებზე, რომელზე დასასწრებადაც ინდივიდუალურად უნდა დარეგისტრირდეთ Lumas page-ზე. აქვე Global Tech Weekend-ის განვითარების გეგმაზეც შეგვიძლია ალბათ ორი ოდესით ვთქვათ. მართალია, მის სახელწოდებაში თბილისი ჩანს, მაგრამ შეიძლება Tech Weekend-ი გაცდეს თბილისის საზღვრებსაც. როგორი არის განვითარების გეგმა? კი, ნამდვილად სწორად აღნიშნე, GTVT Global Tech Weekend თბილისი რაღაც საზღვრებს არ აწესებს, ეს არის მოძრაობა და თბილისის მაგივრად მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ სხვა ქვეყნები და ქალაქები შემოგვიერთდნენ ამ მოძრაობაში. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს მოძრაობა იწყება საქართველოში, მაგრამ პატარა გახურებისავით გვქონდა ბერლინში ამ წლის 22 მაისს, სადაც 8000 მომასვალმა გვიმასპინძლად აქ გავაერთიანეთ სტარტაპები, ინოვატორები, ინვესტორები და ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული ადამიანები. ამის შემდეგ მთავარი ღონისძიება გვექნება 21 და 22 ივნისს საქართველოში და შემდეგი ნაბიჯები უკვე იგეგმება ცენტრალურ აზიაში, კერძოდ ყაზახეთში, რომელსაც უკვე შემოდგომა სწავალთ და მნიშვნელოვანია, რომ Global Tech Weekend-ი დაიწყოს საქართველოში, ვაჩვენოთ ჩვენი შესაძლებლობები, რესურსი, ჩვენი ბაზრისთვის ჩამოვიყვანთ ის ექსპერტები, რომლებიც კარგ რჩევებს მიცემენ ჩვენ აუდიტორიას და ბაზარს განვითარებისთვის და შემდეგ უკვე Global Tech Weekend-ი გავიდეს საზღვრებს გარეთ და გახდეს სრულფასოვნად გლობალური ბრენდი. ჩვენიერი გეგმები ამბიციურია და თავად კონფერენციაც ამბიციურია. წარმატებას გისურვებთ უკვე ამ შაბათ-კვირას და პარასკევიდან დაიწყება და ამ ვიკენდზე მოკლედ გაიმართება ეს კონფერენცია თბილისში. ძალიან დიდი მადლობა ნინი სტუდიაში. მადლობა თქვენ. დღევანდელ Tech Inform-ში Global Tech Weekend თბილისის უფროს პროექტების მენეჯერს ნინი ჯიშიაშვილს მოვასპინძლეთ, რომელთანაც ამ კვირის ბოლოს გასამართი მასშტაბური კონფერენციის დეტალები მიმოვიხილეთ. ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Anker-მა თავის მიერ წარმოებული პორტატული დამტენები, ეგრეთ წოდებული power bank-ები უკან გამოიწვია, ძალიან მარტივად ვთქვა, წარმოებიდან ამოიღო და ზოგიერთ მომხმარებელს, რომელსაც ის უკვე ჰქონდა შეძენილი, მოუწოდა რომ უკან დააბრუნოს, რადგანაც არის ძალიან დიდი ტექნიკური პრობლემა. ეს პრობლემა ეხება ლამის მილიონ ეგზემპლარს, ანუ საკმაოდ დიდ გამოწვევასთან გვაქვს საქმე და ეს ეხება ძირითადად 2016-დან 2019 წლამდე პერიოდში წარმოებულ power bank-ებს და პრობლემა უკავშირდება ლითიუმ-იონურ ბატარეას, რომელიც ამ power bank-ებში არის ხალხოსასტომი და არის გარკვეული რისკი ტექნიკური იმისა, რომ ეს ბატარეები გამოვიდნენ წყობრიდან, გასკდნენ, მარტივად რომ ვთქვათ, გაუჩნდეთ ცეცხლი და გამოიწვიონ აალება, რაც განსაკუთრებით საფრთხილო და საშიში არის მაშინ, როდესაც საუბარი გვაქვს ტრანსპორტირებაზე, კერძოდ საჰაერო ტრანსპორტზე, სადაც როგორც წესი ყველაზე ხშირად power bank-ებს იყენებენ. ამ დრომდე კომპანიამ მიიღო გაუმართავობის 19 საჩივარი და როგორც ეს სწორედ საჩივრების შემდეგ ხდება ასეთი გადაწყვეტილებები და ჯამში მიიღო კომპანიამ გარდა ამ ადამიანებმა, რომლებიც დაზარალდნენ დაახლოებით $60,000 ზარალი და ამან უბიძგა Anker-ს, რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება 1,158,000 ერთეულ პორტატულ დამტენს, რაც ძალიან დიდი რიცხვია და ამათი უდიდესი ნაწილი კი არა და სრულად ისინი იყიდებოდა 2016 წლის ივნისიდან 2022 წლის დეკემბრის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში ონლაინ მაღაზიებში, მათ შორის Amazon-ზე, Newegg-ზე და eBay-ზე. და მოკლედ გადასამოწევლად შექმნა სპეციალური ვებგვერდი Anker-მა, სადაც ადამიანი როცა შევა, იქ შეუძლია კოდით გაიგოს კონკრეტულად ეს დაზარალებული არის თუ არა ეს power bank-ი და საჭიროების შემთხვევაში უკვე იქ პროცედურები არის აღწერილი თუ როგორ უნდა დააბრუნოს. საქართველოს შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს, რომელმაც იყიდა ეს power bank-ი, იმიტომ რომ Amazon-ზე იყიდება ის, ამიტომაც საყურადღებოა ეს საკითხი ნამდვილად და თუ ვინმეს
აქვს ამ მოდელის კონკრეტულად Anker Power Core 10000-ის მოდელის მქონე power bank-ი, მაშინ ის ნამდვილად ყურადღებით უნდა იყოს და სანაცვლოდ ისინი მიიღებენ ან ახალ უფრო მძლავრ power banks, ან $30 სასაჩუქრ პრეპარატს, რადგან დაახლოებით სწორედ ამდენი ღირდა თავის დროზე ეს power bank-ი. აი ასეთი იყო დღევანდელი Tech Inform ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლის ამბებს ჩვენ მოვდივნო გადაცემებში შემოგთავაზებთ. მომავალ შეხვედრამდე.